ერთიანი ეროვნული გამოცდა ფიზიკაში 2018 წელი ამოცანა ნომერი 24. მაგიდის გლუ ჰორიზონტალურ ზედაპირზე მდებარე ორი მასის ძელაკი ჭოჭონაქების გავლით გადაბმულიაო m და 3 მასის ძელაკებზე, როგორც ნახატზე გვაქვს მოცემული, და ჩვენი მიზანია განსაზღვროთ ძაფების დაჭიმულობის ძალების შეფარდება. ხახონით შეგვიძლია უგულებელყოთ მოახსენეს. კარგით, მოდით ამას გავადიდებ ახლა და შევხედოთ რა გვაქვს აქ მოცემული. მოდით ახლა ასე მოვიქცეთ. შემოვიტანოთ x ღერძი, რომელიც პირობითად მივმართოთ ჰორიზონტალურად მარჯვნივ, ეს იყოს x ღერძი. აგრეთვე შემოვიტანოთ y ღერძი, რომელიც მივმართოთ ქვემოთ. და ჩავწეროთ ახლა თითოეულ სხეულზე ეს იყოს პირობითად პირველი სხეული, ეს იყოს მეორე სხეული, ეს იყოს მესამე სხეული. და ახლა თითოეულ სხეულზე მოდი ჩავწეროთ რა ძალები მოქმედებს. ახლა m-ასის სხეულზე მოქმედებს ქვემოთ მიმართული mg სიმძიმის ძალა. ახლა გამომდინე იქიდან, რომ მეორე ორი მასის სხეული დაჭიმული არის t1 ძალით. პირველი სხეულის იგივე ნიუტონის მესამე კანონიდან გამომდინარე, იგივე t1 დაჭიმულობის ძალით უპასუხებს და ანალოგიურად მესამე სხეულისთვის აგვექნება მასა არის 3m ჯერ g სიმძიმის ძალა, აქაც t2 გვექნება ანალოგიური მსჯელობით მივად t2-მდე, ასე. და ორი მასის სხეულზე მოქმედებს აგერ 2mg სიმძიმის ძალა და ნუ ზემოთ მიმართული საფრენის რეაქციის ძალა გვექნება აგერ, ეს იქნება n რეაქციის ძალა და მოდი თითოეული სხეულისთვის ჩავწეროთ ნიუტონის მეორე კანონი. ოღონდ მანამდე გავითვალისწინოთ, რომ აჩქარება, რადგანაც 3m მასის სხეული ყველაზე მეტად ინერტული არის m და 2m მასის სხეულებთან შედარებით, აჩქარება იქნება ასე მიმართული 3m მასის სხეულისთვის. 2m მასის სხეულისთვისაც ასე ვექნება მიმართული და პირველი სხეულისთვის ასე ბატონო ჩემო. და ახლა ჩავწეროთ პირველისთვის, პირველზე რა ძალები მოქმედებს, ნიუტონის მეორე კანონი. mg სიმძიმის ძალა მოქმედებს -t1, რატო -t1? იმიტომ რომ t1 და y ღერძი ურთიერთსაწინააღმდეგოდ არის მიმართული. ეს ტოლი უნდა იყოს ნიუტონის მეორე კანონიდან გამომდინარე, ამ ძალთა თქმედი ტოლი უნდა იყოს სხეულის მასისა და აჩქარების ნამრავლის, მაგრამ გავითვალისწინოთ, რომ აჩქარება და y ღერძი ურთიერთსაწინააღმდეგოდ არის მიმართული, ამიტომ ნიშანის გათვალისწინება მოგვიწევს, რადგანაც გეგმილებში ვწერთ ნიუტონის მეორე კანონს. ასე ბატონო, ეს პირველი სხეულისთვის ჩავწერეთ. საიდანაც t1 განსაზღვროთ, მოდი, t1 იქნება mg პლუს m-ა. ეხლა მეორისთვის მოვიქცეთ იგივენაირად. მეორეზე რა ძალები მოქმედებს? ოღონდ x ღერძზე დავაგეგმილოთ, მოდით. x ღერძზე t2 და x ღერძზე ერთი წრე გასწრება არის t2 - t1, რადგანაც t1 და x ღერძი ურთიერთსაწინააღმდეგოდ უყურებიან, ტოლი არის მასისა და აჩქარების ნამრავლით. აჩქარებაც აქაც და x ღერძი ერთი წრის გასწრება არის. და მესამე სხეულისთვისაც გავაკეთოთ იგივე. მესამე სხეულისთვის გვექნება 3mg გვექნება -t2 გვექნება, ტოლი იქნება 3m100. საიდანაც t2 ტოლი იქნება 3mg-ს -3m. ეხლა t1 აგერ ვიპოვეთ, t2 აგერ ვიპოვეთ და ავდგეთ ეხლა და აი ამ ტოლობაში შევიტანოთ, რათა აჩქარება გავსაზღვროთ. რა გვექნება? t2 გვექნება, ესე იგი 3mg-ს -3m გამოკლებული t1 აგერ ეს უნდა გამოვაკლოთ, mg გამოვაკლდება და კიდე m-ა გამოვაკლდება. ხო, ეს ტოლი არის 2 ეს ტოლი არის აქ ეხლა შეგვეშალა უყურეთ 2 მასა არის 2m-ა, 2m-ა, ხო, ამის სხეულის მასა 2m-ია, ამიტომ 2m უნდა დაგვეწერა. ეს იქნება 2m-ას ტოლი. მოდი ეხლა m-ი შევკვეცოთ აგერ და რა გვექნება 3g-ს რომ 3g-ს -g ამას -s იქნება 2g, დავწეროთ 2g -3-ია და -300 -4-ია, -4-ია რომ გადაავატოლების მარჯვენა მხარეს +4-ია ეკვექნება და პლუს აქ 2 დაგხვდება და გაგვიხდება 600 ტოლი, საიდანაც აჩქარება გამოგვდის g-13-ის ტოლი. აჩქარება თუ g-13-ია, ავდგეთ და აი აქ ჩავშოთ, აქ და აქ. ესე იგი, აქ რა გამოგვივა? ეს ტოლი იქნება mg-ს კიდე mg აჩქარება g-13-ია, mg-13. ეს ტოლი იქნება 3 არა 4, ხო, 4mg-13, ხო, თუ გავერთმშრალიანებთ 4 mg-13 გამოგვდის და t2 რა იქნება? t2 იქნება 3mg-ს -3m. აჩქარების მაგივრად g-13 დავწეროთ. ესენი შევეკვეცა, 3mg-ს -mg არის 2mg. ესე იგი რა გამოგვივიდა ჩვენ ახლა? t2 გამოგვივიდა 2mg-ს ტოლი, t1 გამოგვივიდა 4mg-13 და ამათი შეფარდება რა იქნება? ამათი შეფარდება იქნება t2-ს თუ შევაფარდეთ t1-თან, ეს ტოლი იქნება 2mg-ს შეფარდება
2m-ში გავყოთ 4m-ში მესამედზე, ანუ გავამრავლოთ 3 შეფარდებული 4m-ჟესთან. m-ჟეები შევეკვეცა, 2 და 4 შევეკვეცა, აქ 2 დაგვრჩა, ეს ტოლი არის 3 მეორედის, ეს კი ტოლია 1.5-ის. ანუ საბოლოოდ თუ დავწერთ პასუხს, t2-ის შეფარდება t1-თან, ტოლი ყოფილა 1.5-ის. ასე ბატონო ჩემო. რომელია ეს პასუხი? პასუხი A.